კითხვა და არა მარტო მე დავშვი რა თქმა უნდა ეს მთელი ხნი ამ ხნის განმავლობაში ისმის ეს კითხვა რომ ეს არჩევნები არის დემოკრატიის ტესტი საქართველოსთვის ტესტი ჩავაბარეთ ეს ტესტი იცით როგორი რამეა რეალურად კითხვა ისმის ესე რომ რამდენად ჯანსაღი და თანასწორი გარემო იყო ხო არჩევნებისთვის აქ საუბარია უამრავ რესურსზე რაც საჭიროა იმისთვის რომ აწარმოო წარმატებული კამპანია ასევე რა თქმა უნდა არსებობს უამრავი ობიექტური მიზეზი და დარწმუნებული ვარ რომ თუ ყველა ასე ვთქვათ ლიდერი და პარტია გულწრფელი იქნება ისინი ამ შედეგებში ალბათ მათთვისაც ბევრი არაფერი იყო მოულოდნელი ხო იმიტომ რომ რეალურად ძალიან გვიან დაიწყო ძალიან ბევრმა ოპოზიციურმა პარტიამ თავისი აქტიური წინასაარჩევნო კამპანია და თითქოს ვერ მოახერხა სათანადო კომუნიკაცია თავის ამომრჩეველებთან ძალიან გვიან დაიწყო ასევე ნაციონალურმა მოძრაობამ არა ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე ზაფხულის მერე დაიწყო ახლა არაოფიციალურად ზაფხულის მერე დაიწყო და ასე ვთქვათ საარჩევნებისთვის მზადება და ძალიან ბევრი აქტივობა რაც თუნდაც იგივე მერის ეგიდით ხდებოდა ხო იგივე კულტურული ღონისძიებები და არა მარტო კულტურული ღონისძიებები უკვე აგვისტოს მერე ამას ჩვენ ყველას თუ ძალიან აქტიურად ვადევნებით თვალყურს გასდილი იყო ბიუჯეტი მაისში ჩატარებული მაგალითად კულტურული ღონისძიებების ბიუჯეტი იყო უპრეცედენტოდ მაღალი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ამიტომ მე მაინც ამ ყველაფერს ხედავ ერთ რაღაცა საერთო პროცესის ნაწილად და შესაბამისად შეფასებაც ხო რომელიც შეიძლება ჩვენ მომავალი ერთი კვირის განმავლობაში შეფასებები რომელიც მოვისმინოთ ალბათ უნდა ითვალისწინებდეს არ მხოლოდ არჩევნების დღეს არამედ მთლიანად აი ამ საარჩევნო პროცესს. მოდით რა ინფორმაციას ბოლო მონაცემებს მოგვაწვდის ჩვენი კორესპონდენტი ნინი საყვარელიძე ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან ის მთელი დღის განმავლობაში ცესკოში მუშაობდა ნინი საღამოშთობისა ვიცი რომ დაღლილი ხარ მაგრამ მაინც შევეცდებით რომ მივიღოთ ბოლო ინფორმაცია შენგან რა მონაცემებს ვფლობ ამ დროისთვის. ბოლო მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამ მრჩეველთა 51%-მა, თუმცა ეს მონაცემები შეიძლება შეიცვალოს. დღის ბოლოს პირველი კომენტარი გააკეთა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა და მან განაცხადა, რომ მთელი დღის განმავლობაში არჩევნები მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში და განსაკუთრებული დარღვევების გარეშე. ამ წუთებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე ოლქებიდან მოდის შეჯამებული ოქმები და აქედან გამომდინარე უკვე დაიწყება დათვლა მონაცემების და დაახლოებით 3 საათისთვის გახდება უკვე ცნობილი თუ როგორი იქნება პირველადი მონაცემები ცენტრალური საარჩევნო კომისიის. ძალიან დიდი მადლობა. ანუ 3 საათისთვის ველოდებით ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან პირველ შედეგებს თუ რა შედეგები გვაქვს. დიდი მადლობა ნინი საყვარელიძეს ის მთელი დღის განმავლობაში ცესკოში მუშაობდა. მას ესე 51% როგორც ცესკოში აღნიშნავენ 51% აქტივობა დაფიქსირდა ამ დროისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოსალოდნელი იყო ესეთი აქტივობა, როგორ ფიქრობთ გაბნეი? არ ვიცი ხა თუ ჩვენ საუბრობთ იმაზე რომ სია არ იყო სრულყოფილი და ძალიან შორს იყო სრულყოფისგან თუ ჩვენ საუბრობთ იმაზე რომ ერთი მხრივ იყო ძალიან დიდი მობილიზაცია მომსვლელების და უკაცრავად მე კიდევ განმარტავ იქიდან გამომდინარე ვსვამ მოსალოდნელი იყო თუ არა ესეთი აქტივობა რამდენად სურვილი იყო ანუ საზოგადოების ამ არჩევნების მიხედვით ამ არჩევნების მეშვეობით რაღაცა შეიცვალოს ან არ შეიცვალოს დარჩეს ან უფრო უკეთესი გახდეს ანუ ამის საბეჭდილების მისაღებად გჭირდება ალბათ ამის განსაზღვრა რამდენად ლოგიკურია ესეთი აქტივობა ხო და ჩვენ მე მინდა ვთქვა რომ ერთი არის ოფიციალური მონაცემები მეორე არის გარკვეული შეკითხვები რომელიც ისევ და ისევ ვამბობ არის ამ სიასთან დაკავშირებით და შემდეგ ამ სიაზე ხელმომწერ ადამიანებთან დაკავშირებით თუ ჩვენ გვინდა რომ მივიღოთ ეს სია როგორც უტყუარი და შესაბამისად 51% როგორც უტყუარი პროცენტი რა თქმა უნდა ამის ახსნა შეიძლება მაგრამ თუ ჩვენ ეჭვ შევიტანთ სიაში მაშინ შეგვიძლია ამ 51%-ში ეჭვ შევიტანოთ რამდენად ეს არის რეალური მაგრამ მე არ მგონია რომ ამის გადამოწმება მოხერხდეს კიდევ რამენაირად ამიტომ ჩვენ უნდა მივიღოთ ეს 51% ისე როგორც არის და უნდა ვთქვათ რომ სახელმწიფო ძალიან ბევრი რესურსი ჩადო იმაში ეს 51% მიიღო უკან თუ ჩვენ 2008 წლის არჩევნებს დაუბრუნდებით იქ უკვე არის ცნობილი რომ 12 მილიონი დაიხარჯა იმაში რომ 15,000
1000 ადამიანი, რომელიც იყო აგიტატორი და მობილიზებას უწევდა საზოგადოებას, ყოფილიყო ფორმაში და შეესრულებენ თავის საქმე. ეხლა თუ ამდენი მილიონი ჩაიდება იმაში, ეხლა არ ვიცით ამ არჩევნების დროს რა იყო ეს თანხა, ან რაოდენობა რამდენი იყო აი ამ აგიტატორების, მაშინ ჩვენ შეიძლება ძალიან ადვილად ავხსნათ 51%-იანი აქტიობა. ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის ბუნებრივი ციფრი. გასაგებია. მე ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ ხოთაშორის ორივე ეს რამდენად ბუნებრივი ციფრი იყო იმ ეგზიტ პოლების რიცხვი. კი ბატონო, იმ ეგზიტ პოლების შედეგი, რომელიც ცოტა ხნის წინ გახმოვანდა 60% აქვს, უბრალოდ 60%-ზე გიგი უგულავას მხარდასაჭერად. ბუნებრივი ციფრია შორნა? არ ვიცი ბუნებრივია თუ არა, მაგრამ მოულოდნელი ნამდვილად არ იყო, იმიტომ რომ რამდენიმე კვლევა, რომელიც გავრცელდა წინა საარჩევნო პერიოდში, იქაც დაახლოებით ესეთი მონაცემები იყო, თუ გვახსოვს აქ გულისხმობ NDI-ის, ARI-ის და არა მხოლოდ ამ ორი ორგანიზაციის კვლევებს. თუმცა რაც იყო მე მგონი მოულოდნელი ამ კვლევებთან შედარებით იყო ის, რომ მეორე ადგილზე იყო ხოლმე ქრისტიან-დემოკრატები იყვნენ და არა ალიანსი საქართველოსთვის. ამ შემთხვევაში პირიქით მოხდა, ხო, რეალურად მე მგონი ალიანსი აქვს 17-18% წინასწარი მონაცემებით და ქრისტიან-დემოკრატებს 10%. ამიტომ რა ვიცი, მოულოდნელი ჩემთვის ეს შედეგები მე მგონი არ ყოფილა და როგორც ხვდები, იმიტომ რომ ჩვენ ჩავწერეთ ასე ვთქვათ, შედეგების გამოქვეყნების მერე ადამიანები, რომლებსაც ასევე არ ყოფილა ეს მონაცემები მოულოდნელი. კი ბატონო, ლოგიკური იყო ია? მე ვფიქრობ, რომ მთელი იმ რესურსის გათვალისწინებით, რაც დაიხარჯა წინა საარჩევნო პერიოდში, რაზეც შორნა საუბრობდა, იყო აბსოლუტურად ლოგიკური და ალიანსის მეორე ადგილიც იყო ლოგიკური, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, როდესაც ჩვენთან მოქალაქეები რეკავდნენ, ან ქონდათ პრობლემები, როგორც ალიანსის მხარდამჭერებს ნაციონალურ მოძრაობასთან, ან პირიქით. სხვა პარტიები ამ სურათიდან იყო ამოვარდნილი და ეს არის იცით როგორი უტყუარი მოქალაქე რეკავს იმასთან დაკავშირებით, რაც მას აწუხებს. სხვა შემთხვევაში არ დარეკავს. გასაგებია, სხვადასხვა ჩვენს გვაქვს გამოკითხვა, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს ვებგვერდზე სამდაპირო წერტილი გამოკითხვა წერტილი G. მოდით ერთად ვნახოთ ამ დროისთვის რა შედეგი და მონაცემები გვაქვს. 1254 ადამიანმა მიიღო ამ დროისთვის გამოკითხვაში მონაწილეობა და ირაკლი ალასანია ლიდერობს ჩვენთან, დაახლოებით 60%-ით. ზვია ძიძიგური მოდის შემდეგ 19%-ით და შემდეგად დანარჩენი კანდიდატებზე ნაწილდება პროცენტული მაჩვენებლები. ძალიან დიდი მადლობა მინდა სტუდიაში მოვახსენოთ ჩვენს სტუმრებს. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოგზაურობთ და მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. იან თაძე, შორნა შავარდაშვილი, ჩვენი გადაცემის სტუმრები. რეკლამა ჩვენს ეთერში და რეკლამის შემდეგ ჩვენ ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის პოზიციას მოვისმენთ. მამუკა კაციტაძე იქნება ჩვენი გადაცემის სტუმარი, დაგველოდეთ. თქვენ უყურებთ ток-შოუ არგუმენტებს და ჩვენ ვსაუბრობთ 2010 წლის 30 მაისის არჩევნებზე, როგორი პოზიცია აქვს დღევანდელ არჩევნებთან დაკავშირებით, კმაყოფილია თუ არა შედეგებით, წინასწარი შედეგებით, შეიძლება ასე ითქვას. ალიანსი საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ბატონი მამუკა კაციტაძე, საღამოშიდობსა ბატონო მამუკა. საღამოშიდობსა. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოხვედით და იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. მადლობა თქვენი მოწვევისთვის, პირველად თუ არ თქვენს განახლებულ ეთერში და მიუხედავად იმისა, რომ თქვენ რომ გესაუბრებით ახლა ჩემს ოლქში უბნებზე ხმების დათვლა მიმდინარეობს, მე სიამოვნებით გესტუმრეთ. ნუ ორმაგი მადლობა თქვენ ამისთვის. კი ბატონო. ბატონო მამუკა, გაკეთდა ჩვენს ეთერში პოლიტიკური შეფასებები, პირველადი შეფასებები პოლიტიკოსების მხრიდან ამ არჩევნებთან დაკავშირებით. ალიანსის პოზიცია საინტერესო ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ გამოიკვეთა, რომ თქვენ და ნაციონალური მოძრაობა, ასე ვთქვათ, ლიდერები ხართ. ნუ პროცენტული მაჩვენებელი თუ ეგზიტ პოლებს დაუჯერებთ საკმაოდ დიდია, მაგრამ სხვაობა თქვენსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის, მაგრამ მაინც თქვენ შედეგით უпростоრად არჩევნების ჩატარებით კმაყოფილი ხართ თუ არა? უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ ეგზიტ პოლებს თავი დავანებოთ ცოტა ხნით თავი დავანებოთ და ეგზიტ პოლების გარეშე თუ შეიძლება ვიტყვი ჩემს დამოკიდებულებას დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნები იყო ადგილობრივი თვითმმართველობისა, რომელიც როგორც წესი არ ხასიათდება მაღალი აქტივობით, როგორც ჩანს პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიამ და საზოგადოების ინტერესმა პოლიტიკისადმი, თუ გნებავთ საზოგადოების ინტერესმა ცვლილებებისადმი, მაინც მოახდინა ამ არჩევნების განსაკუთრებული პოლიტიზირება, რაც გამოიხატა, მე ვიტყოდი, საკმაოდ მაღალ აქტივობაში. იმიტომ რომ თუ გავიხსენებთ 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს, ჯერჯერობით არ ვიცი მე ზუსტი მონაცემები, მაგრამ ვიცი
იმ ოლქის მონაცემები, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ანუ სადაც მე ვიყავი და მე ვარ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. მინდა გითხრათ, რომ აქტივობით ვაკე 2-ზე საუბარი არის ნუცუბიძის პლატოები, ვაჟიფშაველას კვარტლები. ამ ოლქში აქტივობა არაფრით ჩამოვარდება თუ არ უსწრებს 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს. აქედან გამომდინარე, პირველი რაც მინდა ვთქვა, ეს არის მადლობის სიტყვა ჩვენი ამორჩევლების მიმართ.